მოგესალმებით, მე ვარ გიორგი გვასალია, რომელსაც მეუყვარს ბიბლიური ფასეულობათა კურსი. დღეს წარმოგიდგენთ საკითხს, რომლის სათაურია განხრთობის გზის ქრისტიანული გააზრება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის დამუშავება, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა, განხრთობის თემა არის საბოლოო მიზანი, ნავსაყუდელი, რომლისაკენაც ადამიანი უნდა მიდიოდეს. ჩვენ თავისთავად ცხადია, რა არის განხრთობა, რა იგულისხმება ამაში. ცოტა მოგვიანებით ხაზგასმით ვიტყვით, მაგრამ წინ ვთქვათ, რომ განხრთობა ეს გახლავთ რაღაცა იმგვარი რამ, რაც ადამიანის შექმნის მიზეზს შინაარს წარმოადგენს. ადამიანი შექმნილია ბედნიერებისათვის. ჩვენ ეს არაერთ გზის გვითქვამს, მაგრამ მოდი გავიმეოროთ და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. რა უნდა ყველა ადამიანს? ყველას არა აქვს მნიშვნელობა, მისი აღსარებლობა როგორია, სოციალური სტატუსი როგორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი რისთვის ცდილობს, რისთვის იღწვის. ყველა ადამიანს უნდა ბედნიერება. ვინმე მამასთან მივიდეთ, დაყუდებულ ბერთან და ვკითხოთ, რატო არის ის ამ ღვაწლში. სხვა ღრმა და მნიშვნელოვან პასუხებთან ერთად მივიღებთ პასუხებს ერთ-ერთ დამახასიათებელ პასუხს, რომ ის აქ არის, იმიტომ რომ ებრძოლოს უნებებს, განიწმინდოს უნებებისაგან, განერიდოს ცოდვას, ღმერთთან იყოს ახლოს, განიღმრთოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ ჩაუღრმავდები და ყველაფერი ამის მიზეზებს გამოვკითხავთ, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ეს კეთდება, იმიტომ რომ საბოლოოდ იყოს ზიარი მარადიულ სიხარულთან, მარადიულ ბედნიერებასთან. ყველა ამისთვის ვიღვწვით, რატო? იმიტომ რომ ჩვენში ჩადებულია. ადამიანი შექმნილია ბედნიერებისათვის. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი შექმნილია ბედნიერებისათვის, აქ ის მთავარი კითხვა სწორედ, რომელი გზითაც მივდივარ, იმ გზის ბოლოში არის თუ არა ეს ბედნიერება. იმ გზის ბოლოს არის თუ არა ის, რისთვისაც მე დავადექი ამ გზას. და აღმოჩნდება მთელ რიგ შემთხვევაში ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისაგან, მაგრამ შესაძლებელია ამ გზის ბოლოში ეს ბედნიერება კი არა, პირიქის სამწუხარო რეალობა დახვდეს ადამიანს. ბაცხოარი ბრძანებს, რომ ვიწროა ბჭე და რთულად არის სავალი ამ ბჭისაკენ გზა, რომლითაც ადამიანი შედის მარადიულ სიხარულში და ფართოა გზა, რომლითაც ადამიანი მიდის და სამწუხაროდ მიახლება მარადიულ ტანჯვასა და მარადიულ უნუგეშობას. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამის გააზრება. ამ გზის ბოლოში არის ბედნიერება, ამ გზის ბოლოში არის სიხარული, რაიმე სხვა გზას ხო არ ვადგავართ, ხო არ ვიმეორებთ ადამიანის შეცდომათ, ადამმა რა გააკეთა, გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, ხო? ის ნაბიჯი რა ნაბიჯით გადადგა თავის სოლთან ერთად, ეს მარადიული ბედნიერება უნდა, მაგრამ ხელში შერჩა სიკვდილი, ხელში შერჩა ცოდვა, ხელში შერჩა ავადმყოფობა. შესაბამისად, ადამიანის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება გაიაზროს ამ გზის ბოლოში, რომელ გზასაც ადგას, რა არის ამ გზის ბოლოში, რა ელოდება მას ეს მარადიული ბედნიერება თუ მარადიული მწუხარება. როდესაც განღმრთობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი დამახასიათებელი გახლავთ ის, რომ განხრთობა გულისხმობს ადამიანის დაუსრულებელ ბედნიერებას, დაუსრულებელ სიხარულს და ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე ადამიანმა აერჩიოს სწორი გზა. ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით და შემდეგაც ვისაუბრებთ თავისთავად ცხადია. ვახსენეთ ტერმინი თავის დროზე, ეს გახლავთ ტერმინი ილუზია, რომელიც წმინდა გრიგოლ ნოსელს აქვს ნაშრომებში წარმოდგენილი და ილუზია ეს არის ის, რაშიც დაცემული ძალა ახვევს ადამიანს და მიყავს იმ ილუზორულ გზაზე, რომლის ბოლოსაც პირდება მარადიულ სიხარულს. ადამიანს გონია გახვეული ამ ილუზიაში და გონია, რომ ის მიდის მარადიული სიხარულისაგან. აღმოჩნდება, რომ მაცხოვარი ამბობს ასეთ რაღაცას შეგახსენებ თავის დროზე ჩვენ კიდევ თქვით და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. სად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგან თავისუფლო თქვენ? რისგან უნდა გაგვან თავისუფლო ჩვენ ჭეშმარიტება? რა თავისუფლება მოიტანა ჩვენმა მაცხოვარმა? მაცხოვარს არ უქადაგია რაიმე პოლიტიკური გზა, არ უქადაგია რაღაც სოციალური პროგრამა. მაცხოვარმა მოგვიტანა სულიერი ხსნა, მოგვიტანა სულიერი მკურნალობა. შესაბამისად, როდესაც ის საუბრობს რაღაცისაგან განთავისუფლებაზე, საუბრობს ერთადერთ და ძირეულ პრობლემაზე, ეს არის თავისუფლება ცოდვისაგან. და თუკი ჩვენ მაცხოვრის ამ სიტყვებს და წმინდა გრიგოლ ნოსელის ამ საოცარ სწავლებას ერთმანეთს შეუსადაგებთ და თავისთავად ცხადია გრიგოლ ნოსელის სწავლება ეს არის ახსნა იმისა, რაც ჩვენ მაცხოვარმა გვასწავლა, აღმოჩნდა, რომ ჭეშმარიტება გვანთავისუფლებს ჩვენ ილუზიისაგან, სიცრუისაგან, იმ ხიბლისაგან, რასაც დაცემული ძალა ადამიანს თავს მოახვევს ხოლმე იმისათვის, რომ თავისი კერძი გახადოს ის და ღმერთთან არ დააკავშიროს. შესაბამისად, როდესაც განხრთობაზე ვსაუბრობთ იმ მართებულ გზაზე, რომელ მართებულ გზაზეც ადამიანი უნდა წავიდეს,
იმისათვის რომ მან მარადიულ სიხარულს მიაღწიოს. ახლა ჩვენ დღევანდელ აი ამ თემას, გაღრმთობის თემას ორ ნაწილად დავყოფთ. პირველი ნაწილი გახლავთ იმ გზის გააზრება, რა გზითაც აი ამ გაღრმთობის გზაზე, ამ მარადიული სიხარულის გზაზე უნდა დადგეს ადამიანი. ხოლო მეორე ნაწილში ვისაუბრებთ თვითონ გაღრმთობის მდგომარეობაზე, გაღრმთობის დეტალებზე და აი ამ ორი ნაწილის ერთ მთლიანობაში შეჯერებით ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ დასმულ საკითხს. წინ და წინ აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი რელიგიისათვის დამახასიათებელია ასკეტური მიმდინარეობა, რადგან ასკეტიზმი ნიშნავს სულიერ ვარჯიშს, ანუ სულის გამოწრთობას, რამდენადაც რელიგია თავისი არსით გულისხმობს ღმერთთან ურთიერთობას, ამიტომ ეს ურთიერთობა რელიგიებში გაგებულია როგორც რაღაცა სულიერი მდგომარეობის ქონა და ეს ასკეზა ყველა რელიგიაში სწორედ ამ სულიერი მდგომარეობის გასააზრებლად და გასარკვევლად არის წარმოდგენილი. სხვაგვარად რო ვთქვათ, ის პირველი ნაწილი, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ის გზა, რომელ გზაზეც უნდა ვისაუბროთ, რამაც ჩვენ გაღრმთობის გზაზე უნდა დაგვაყენოს, გახლავთ ასკეზა, გახლავთ აი ეს სულიერი ვარჯიში, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მარადიულ სიხარულს ვთქვათ მივაღწიოთ. აუცილებელი რატომ არის ეს? თავისთავად ცხადია, ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით. ასკეტული მიმდინარეობა რელიგიებში იქიდან გამომდინარე, რომ ის სულიერ ვარჯიშს წარმოადგენს, ორიენტირებულია სწორედ ადამიანის სულის ვარჯიშზე, აი ისევე თავის დროზე, როგორც ათლეტი ვარჯიშობს სხეულის გასაკარჟებლად და ეს ტერმინი აქედან მოდის სწორედ იმისათვის, რომ აი ასპარეზობისას მოიპოვოს გამარჯვება, ასევე აუცილებელია სულის ვარჯიში იმისათვის, რომ ცხოვრებისეულ ნებებთან სულმა მოიპოვოს გამარჯვება. ყველა რელიგიას თავისი ასკეზა აქვს, მაგრამ ქრისტიანული ასკეზა არსობრივად განსხვავდება ყველა სხვა ასკეტური მიმდინარეობისაგან და რაღაცა სხვა ელემენტებით, სხვა თავისებურებით წარმოდგება. ძალიან ბევრია თავისთავად ცხადია ქრისტიანულ ასკეტიკაზე სასაუბრო, ახლა ერთი შეხვედრის და რაღაცა ერთი თემის შიგნით ამ საკითხის ამოწურვა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მაგრამ დეტალი მინდა წარმოგიდგინოთ, ის დეტალი, რომელსაც უკვე შევეხეთ, რომ ასკეზა გულისხმობს სულიერ ვარჯიშს და აღმოჩნდება, რომ ეს სულიერი ვარჯიში ყველაზე მეტად სწორედ ქრისტიანულ ასკეტიკაში, ქრისტიანულ აი ამ სულიერ ვარჯიშში გამოიხატება. ყველა რელიგიას აქვს კიდევ ერთხელ გეუბნებით თავისი ასკეზა, იუდაიზმსაც, ისლამსაც, ბუდიზმსაც და შესაბამისად საინტერესოა თითოეულის ისტორიის შესწავლა, რის და წარმოდგენა ის საშუალებაც ახლა არ აქვს, მაგრამ აი განსაკუთრებით მე მინდა ერთმანეთს შევადარო ქრისტიანული და ბუდისტური ასკეზა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანული ასკეზა იმ სიღრმეს წარმოაჩენს, რომელსაც ბუდისტური ასკეზა ვერ წდება. აი ბუდისტური ასკეტი არის საოცრად მოწესრიგებული, არის საოცრად დისციპლინირებული, არის საოცრად მიზანსწრაფული და ამ მიმდინარეობის ასკეტურ მოღვაწეობას საოცარი ისტორია გააჩნია და საინტერესო დეტალებიც არის ხოლმე წარმოდგენილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბუდისტური ასკეზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ იქ ღვაწლი თავისთავადი მნიშვნელობის არის. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობაში ასკეტურ ღვაწლს თავისთავადი მნიშვნელობა არ აქვს, ის მიმართულია რაღაცა კონკრეტული მიზნისაკენ. აი მაგალითისთვის რო ვთქვათ, რომ ბუდისტი ბერი, როდესაც რაღაცა ქვედა საფეხურიდან იწყებს და საფეხურებრივად გადადის და მაღლდება, ის კონკრეტულ ასკეტურ ვარჯიშებს მიეცემა და აი ამ სულიერ საფეხურებზე სვლა მისთვის არის ნიშანდობლივი, მისთვის არის ხელშესახები და ის გარკვეული პერიოდის შემდეგ უყურებს იმას, რომ რაღაცა გზა გაიარა, რაღაც საფეხურებზე ავიდა და აი ამ საფეხურებზე სვლასთან ერთად ბევრი ისწავლა და ბევრი თვისება შეიძინა. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობაში დაწინაურებული ბერი არ არის ის ბერი, რომელიც ამბობს, რომ მან რაღაცას მიაღწია. პირიქით ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია. გვახსენდება სისოი დიდის ცხოვრება, რომელიც გარდაცვალების წინ ტირის და ევედრება ღმერთს ცოტა დრო კიდევ მისცეს მას სინანულისათვის და ძმებს უყვირთ. ნუ თუ სისოი დიდს აქვს კიდევ საჭიროება იმისა, რომ სინანულისათვის დროს ითხოვდეს, რადგან მთელი ცხოვრება საოცარი სინანული აჩვენა და სინანულის საოცარი მაგალითი აჩვენა. და აი რაღაცა როგორ არის ის ადამიანი, როდესაც გარდაიცვლება, ამ დროს ადამიანზე ამბობენ, რომ ის შიშულდება. თამაშის თავი მას არ აქვს და გამოავლენს თავის თავს ბოლომდე, ხო? როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით და აი სიკვდილის სარეცელზე მყოფი მწოლი არის ისოი დიდი, როდესაც ტირის ნისი ტირილი, გულწრფელი ტირილი ამას ადასტურებს თვითონ ეს ფაქტის გარდაცვალების წინ არსებული აი ეს ფაქტის და მეორე თვითონ სისოი დიდის ცხოვრება, ცხოვრების გულწრფელად ნანობდა და როდესაც შეეკითხენ ძმები, რომ რა არის ეს, რატო ითხოვს, ნუ თუ მისი სინანული საკმარისი არა, შეიძლება არც დაუწყია მას სინანული, ასეთი განცდა ქონდა ამ მამას იმ დროს, როდესაც სინანულის საოცარი მაგალითი აჩვენა, განსხვავებით ბუდისტი ბედისაგან,
რომელიც კმაყოფილია და რომელიც ხედავს თავის დაწინაურებას. აქ წმინდა მამა ვერ ხედავს ამ დაწინაურებას, ფიქრობს, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო და საერთოდ დაუწყია თუ არა, ესეც კი საკითხავია. გარდა ამისა, გვახსენდება ჩვენ ერთი პატერიკი, რომელიც ბევრისათვის არის ცნობილი, უბრალოდ მაგალითისათვის მინდა მოვიყვანო, რომ ერთ-ერთ მონასტერში, სადაც საძმოა წარმოდგენილი და ეს საძმო მაინც დიდი მოღვაწეობით არ გამოირჩევა, ამ მონასტერში აღმოჩნდა ერთი ბერი, რომელმაც მდუმარების სათნოებას მიაღწია. ეს ძალიან ღრმა, ძალიან მძიმე სათნოება, ძალიან დიდი შრომის შედეგად მიღწევადი სათნოება. მდუმარება არ ნიშნავს არაფერს არ ამბობდე, მდუმარება სხვა მყუდროებას და სხვა სიმშვიდეს გულისხმობს. შეიძლება ხმას არ იღებდე, მაგრამ ლეწავდე გარშემო ყველაფერს და ათასმავნებლობას აკეთებდე. მდუმარება სულ სხვა სათნოებაა და შესაბამისად, როდესაც უმაღლეს საფეხურს მიაღწია, საოცარ საფეხურს, უმაღლესი ახლა ამაზე მეტიც არის ცხადია, მაგრამ მაგარი ეგვიპტელის საფეხურებში ეს 40 საფეხურიდან 39 საფეხურია, ერთ-ერთი უმაღლესი საფეხურია და როდესაც მისი მორჩილი ახვეწებოდა თავის მოძღვარს ესწავლებინა როგორ მიაღწია მან ამ ხელასათნოებას ასეთ სივრცეში, სადაც დიდი მოღვაწეობით არავინ გამოირჩეოდა და გარკვეული პერიოდი ეს მოძღვარი მას პასუხს არსემს. ბევრი ხვეწნის, ტირილის, მუდარის შემდგომ ეს ბერი გახსნის ბაგეს და თავის სულიერ შულს ეტყვის, რომ როდესაც მე უყურებო ამ საძმოსო, თითქოს და ძაღლები ყეფდნო, თითქოს და ყურადღებას არ ვაქცევო მათ, არამედ მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, თავიანთი მდგომარეობა აქვთ და მე ჩემს სრულყოფილებისაკენ ვისწრაფი, რაღაც დაახლოებით ამ შინაარსის არის მისი პასუხი და ეს სულიერი შვილი მიხვდა, რომ მისი მოძღვარი ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში იყო. ვინაიდან მდუმარებამ მას არ ასწავლა მთავარი ქრისტიანული სათნოება, არ ასწავლა სიყვარული, ანუ თვითონ მდუმარება ქონდა, თავისთავად ეს ღვაწლი ქონდა მომუშაკებული, მაგრამ ამ ღვაწლის მიღმა არ ქონდა ნაყოფი, რისთვისაც ეს ღვაწლია საჭირო. ამიტომ გითხარით, რომ თავისთავადი მნიშვნელობის არ არის ქრისტიანობაში რაღაცა ღვაწლი, ხო? თუ მდუმარება მაქვს მდუმარებისათვის, ქალწულება მაქვს ქალწულებისათვის და სხვა არაფრისათვის და არ არის სულიერი ნაყოფის მომცემი, ეს ყველაფერი არ არის ღმერთთან მისაახლებელი, მაშინ თავისთავად ეს ღვაწლი არაფრის მანიშნებელი არის. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ ქრისტიან ასკეზაზე, ამ დეტალს უსვამს ხალხს, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს აუცილებლობა იმისა, რომ ამ ასკეზამ რაღაც გარკვეული შედეგი მისცეს ადამიანს. ნათქვამიდან გამოიკვეთა, რომ ასკეტური ღვაწლი გულისხმობს თავის შეკავებას რაღაც ისეთისაგან, რაც ძლიერ აწუხებს ადამიანის სულს და რისადმიც დიდი მიდრეკილება გააჩნია მის დაცემულ ბუნებას. ამ ნიშნით გვახსენდება უდიდესი ასკეტი მამის აბა დოროთეს სიტყვები: გააკეთე ის, რაც არ გინდა და არ გააკეთო ის, რაც გინდა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, მეგობრებო. სხვაგვარად რო ვთქვათ, ასკეტური მოღვაწეობა სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ გალაშქრება, იძულება საკუთარი თავისა. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ ადრე ნათქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი თავის იძულება გულისხმობს ადამიანის თავისუფლებასა და მის უნარს უყვარდეს და ვასკვნით ყველანი ერთად, რომ იმისათვის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და მან შეიყვაროს, შეძლოს სიყვარული, აუცილებელია ასკეტურ გზაზე იაროს. არ გააკეთო ის, რაც გინდა და გააკეთე ის, რაც არ გინდა. თავისთავად ცხადია, ახლა აქ ეს არ უნდა გავიგოთ პირდაპირ ეს კონტექსტიდან ამოღებულად არ უნდა გავიგოთ და ზოგადად ქრისტიანული აზროვნება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით პაექრობას გაურბის, არ აღიარებს, არ იღებს მას. სახარებაც კი კონტექსტუალურია და ეს კონტექსტუალურად უნდა იქნას საკითხული, აუცილებლად წმინდა წერილი ზოგადად ასე უნდა იქნას საკითხული და შესაბამისად წმინდა მამათა სწავლებაც კონტექსტიდან არ უნდა იყოს ამოგლეჯილი, როდესაც აბა დოროთე ამბობს, რომ გააკეთე ის, რაც არ გინდა და არ გააკეთო ის, რაც გინდა. გულისხმობს იმას, რომ არ გააკეთო ისაც შენი დაცემული ბუნება გთავაზობს. აიძულე შენი თავი გააკეთო ისი გაკეთება შენ დაცემულ ბუნებას ეზარება. ეს სიზარმაცე, სულიერი სიზარმაცე გადალახე. ეზარება ლოცვა, აიძულე ლოცვა, ეზარება სიკეთის კეთება, აიძულე სიკეთის კეთება და ზოგადად ადრეც ვთქვით და აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ერთადერთ იძულებას უშვებს, ეს არის იძულება საკუთარ თავზე. როგორც კი ეს იძულება ეხება სხვას, როგორც კი ეს იძულება ხდება სხვასთან წილნაყარი, როგორც კი ვინმე სხვას აიძულებს, იქ დასრულებულია ყოველგვარ ქრისტიანობაზე საუბარი. ერთადერთი იძულება, რომელსაც ქრისტიანობა აღიარებს, ეს არის საკუთარ თავზე იძულება. რა სახითაც არ უნდა იყოს გამართლებული და გაკეთილშობილებული სხვის იძულება, მას ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დაუბრუნდეთ აბა დოროთეს ამ სიტყვებს და ყურადღება მივაქციოთ, რომ ასკეზას მთავარი დანიშნულება არის აიძულო შენი თავი, დაცილდეს, მოწყდეს იმ ვნებებს, იმ ბოროტებას, რომელშიც თანთქმულია ის და მიეცეს სულიერი სრულყოფილების გზას.
აი საკუთარი თავისადმი იძულება რა არის? თავის დროზე ხო საუბრობდით ამას, თავისუფლება არის შენ თავს გაუბატონდე, შენი თავისუფალი იყო. და ეს ასკეზა თავისუფლებას, თავის თავზე ბატონობის აი ამ საშუალებას იძლევა, სწორედ თავისთავადცხადი ასკეზა მარტო არა. ჩვენებს თქვით ის თავისთავადი მნიშვნელობის არ არის. ჩვენ მეორე ნაწილში ვიტყვით სინამდვილეში რა აძლევს ადამიანს საკუთარ თავზე გაბატონების აი ამ უფლებას, თავისუფლებას ასაძლევს, მაგრამ ასკეტურ გზაზე ხორციელდება ეს და ამიტომაც კიდე ერთხელ ვამბობთ ამას, რომ ამ დროს ადამიანი ხდება თავისუფალი, თავის თავზე გაბატონებული, თავის უფალი, თავის მბრძანებელი და შესაბამისად აი აბადოროთი ამის შემდეგ ამბობს იქ სიტყვებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გაიგო, რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები, მისი ტვირთი მსუბუქია და მისი ჯვარი ტკბილია. უამისოდ ამას ვერ გაიგებ და გაიხსენეთ მაცხოვარი რას ამბობს, მობაძავ ჩემ დაიქმენით, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. იოანე ოქროპირის თანახმად ქრისტიანობა არის ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი. შესაბამისად ქრისტეს მობაძაობა არის რომ იყო მშვიდი და გულით მდაბალი და ვერანაირად ვერ იქნები ქრისტეს მობაძავი, ვერანაირად ვერ იქნები ქრისტიანი თუ ამ ასკეტურ გზაზე არ დგახარ და არ ცდილობ იყო მშვიდი, არ ცდილობ იყო თავდაბალი და ყველაფერი ეს კი მიიღწევა აბადოროთეს მიხედვით ასკეტური მოღვაწეობით და ასკეტური გზით. აი დავაკვირდეთ დღეს რას გვთავაზობს პოსტმოდერნული რეალობა, ხო? თავაზობს ბედნიერებას, სიხარულს, მაგრამ როგორ ბედნიერებას, როგორ სიხარულს, რა გზაზე სიარულით, რომ თავისუფლების გააზრებას თავაზობს ის, რომ აკეთე ის, რაც გინდა. აბადოროთე გვეუბნება, რომ არ გააკეთო ის, რაც გინდა. დღევანდელი პოსტმოდერნული რეალობა გეუბნება პირიქით გააკეთე ის, რაც გინდა და ადამიანი მით უფრო თავისუფლად არის წარმოდგენილი, რაც უფრო მეტ რამეს, მეტ ვნებას, მეტ მოთხოვნას მეტ ასე ვთქვათ, აი ამ პრეტენზიას უკმაყოფილებს თავის თავს, ასე უფრო მეტ ვნებას ikმაყოფილებს, უფრო მეტად თავისუფლად არის შერაცხული იმ დროს, როდესაც პრინციპულად სხვანაირად არის საქმე, ამ დროს ადამიანი უფრო მეტად ემონება იმ სურვილებს, რომელიც სურვილებიც მის ბუნებაშია წარმოდგენილი. პოსტმოდერნული სამყარო ადამიანს ბედნიერებას პირდება მონობაში, ბედნიერებას პირდება უსიყვარულობაში და შესაბამისად გვაქვს სურათი, როდესაც დღევანდელ რეალობაში ჩვენ ხედავთ ფსიქოლოგიურად ძალიან დამძიმებულ, გაუბედურებულ თაობებს და ადამიანებს, რომლებმაც ვერანაირად ვერ მიაღწიეს სიხარულს, რაღაც წუთიერ ბედნიერებას მიაღწევენ, იკარგება, იფანტება ეს ყველაფერი და იწყება ახლის ზებნა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ჩანს, როგორ დაიღალა ადამიანი სიხარულის ზებნაში, როგორ დაიღალა ადამიანი ბედნიერების ზებნაში, სიხარულის ზებნაში დაღლილი ადამიანების თაობა მოდის, იმიტომ რომ სხვაგან ეძებენ ამ სიხარულს ეძებენ იქ, სადაც ვნებების ბატონობა იმ დროს, როდესაც სიხარული სინამდვილეში არის იქ, სადაც ვნებებისაგან არის თავისუფლება. ამიტომაც აი სწორედ ასკეზა განხრთობის გზის ქრისტიანული გააზრება, ამ გზის გააზრება თავისთავში გულისხმობს სწორედ ამ ვნებებთან შეჭიდებასა და ამ ვნებებთან კონფლიქტს. ახლა რამდენადაც ასკეზა გულისხმობს თავის შეკავებას, გვახსენდება ტერმინი მარხვა. მარხვას უწოდებთ იმას, რის დროსაც ჩვენ რაღაცისაგან ვიცავთ თავს, რაღაცას ვარიდებთ თავს, რაღაცაზე ვამბობთ უარს. ხო, ახლა ძალიან შორს წავალთ, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ვისაუბროთ რა არის მარხვა, ტერმინოლოგიურად როგორი მნიშვნელოვანი და შინაარსი ცავსია ქართული ტერმინი მარხვა, რაც დამარხვას დაცვას გულისხმობს. რა არის მარხვების ისტორია, თავისთავადცხადი ეს საინტერესოა, მაგრამ უფრო სხვა შეხვედრის საკითხი გახლავთ. უბრალოდ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ასკეზა ყველაზე მეტად გამოხატულია სწორედ იმ ტერმინით, რომელ ტერმინსაც შეიძლება ჩვენ მარხვა დავარქვათ. ახლა აი ეს მარხვა, ანუ თავის შეკავება, გულისხმობს თავისთავადცხადია რაღაცეებისაგან თავის შეკავებას, მაგრამ უწინარეს ყოვლისა ზოგადად, არა კონკრეტულად, არა პიროვნულად, არამედ ზოგადად ყურადღება მახვილდება საკვებისა და სექსუალური ცხოვრებისაგან თავის შეკავებაზე, ხო? თავისთავადცხადია კიდევ ერთხელ მომბობ, ეს არის ზოგადი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ესევალება, ხო? არ შეიძლება გარკვეული საკვებისაგან თავი შეიკავოს ფეხბურთელმა, სნეულმა, ჯარისკაცმა, რომელიც სანგარშია და რაღაცა განსაკუთრებულ დავალებას ასრულებს, ასევე სექსუალური ცხოვრებისაგან თავი შეკავება, წყვილის იგულისხმება ცოლ-ქმარი თავისთავადცხადია. მათი ურთიერთთანხმობის გარეშე თუ ერთ მხარეს ეს არ უნდა, მეორე მხარე კატეგორიულად ეკრძალება, რომ დაავალდებულოს თავის შეკავებისაგან თავისი მეუღლე. ამიტომ ეს ზოგად დეტალებზე ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტულად ეს თავისთავადცხადია, ყოველთვის შეიძლება იყოს რაღაცა დონეზე კორექტირებული. აი ზოგადად საკვებისა და სექსუალური აქტივობისაგან თავის შეკავებაზე კეთდება ხოლმე აქცენტი. აი საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ენათესავება ბიოლოგიურ სამყაროს, სულით სულიერ სამყაროს, ხორცით ხორციერ სამყაროს, ბიოლოგიურ სამყაროს.
ადამიანის მატერიალური შემადგენლობა ძლიერ დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ცხოველურ სამყაროსთან, ხოლო ადამიანის სულიერი მხარე არამატერიალური სამყაროსაგან ისრაფის. რა არის ის ქმედება, რაც ცხოველური სამყაროსათვის არის დამახასიათებელი? ცხოველური სამყარო რითი ცხოვრობს? ეს არის კვება და სქესთან შორის კავშირი. ცხოველის დანიშნულებაა იკვებოს და გამრავლდეს. ახლა ის რაღაცა ბიოლოგიური წრებრუნვა, კანონზომიერება, რაც არის წარმოდგენილი, ეს ცხოველის გადაწყვეტილებით არ ხდება. ეს ღმერთის ზემოქმედებაში ჩადებული სიბრძნე და მშვენიერება, ეს სხვა თემაა, მაგალითად ძროხა იმიტომ არ იწვევს ბარძეს, რომ გადაწყვეტა რომ ზე უნდა მისცეს ადამიანს. არა, ეს მაშინ ჩადებული უნარია, ინსტინქტია, თვისებაა და ის ამას აკეთებს, უნდა თუ არ უნდა. არც აქვს მას ეს ნებელობა, ხო? ამიტომ ცხოველის არსებობის ყველაზე განსაზღვრული ფორმაა იკვებებოდეს და მრავლდებოდეს. სხვა საკეთებელი არ აქვს. აი, როდესაც ასკეტიკაში კვებისა და სექსუალური ცხოვრებისაგან თავის შეკავებაზე კეთდება აქცენტი, ამით ადამიანის სულიერი სფეროს მატერიალურ მიდრეკილებებზე გაბატონების ცდილობაა გამოხატული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასკეტური ღვაწლისას ადამიანი სულ უფრო განემსგავსება ცხოველურ სამყაროს და სულ უფრო უახლოვდება სულიერ სფეროებს, სულ უფრო მეტად ხდება განსხვავებული ცხოველისაგან, რომელიც მხოლოდ იკვებება და მხოლოდ მრავლდება და ადამიანი ამბობს, რომ არის უფრო მეტი ვიდრე მკვლევავი და ვიდრე ის, რომელიც უნდა გამრავლდეს. მას აქვს რაღაცა უფრო მეტი ცხოველისაგან განსხვავებული და რა არის ეს მეტი, ჩვენ ეს თავის დროზე ვისაუბრეთ, როდესაც ადამიანის შექმნის შესახებ ქონდა საუბარი. წმინდა ეგნატე ბიანჩანინოვი ამბობდა საოცარ რამეს, რომ კანონი მარხვის შესახებ გარეგნულად ჩანს, რომ ეს ეხება კუჭსა და მუცელს. სინამდვილეში კი ეს არის კანონი გონების შესახებ. აი, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ყველაფერი არის თავის თავადი მნიშვნელობის, როგორც უკვე თავის დროზე აღვნიშნეთ, არამედ ეს რაღაცას ცვლის, რაღაცას ეხება, რაღაცაზე აქვს ამას გავლენა. და თუ კი მარხვა მხოლოდ საკვების მიღებით არ იფარგლება და ის უწინარესყოვლისა დათმობაა საკუთარი ინიციატივისა სხვის წინაშე, მაშინ პირველი მარხვა ცნობადის ხის ნაყოფის მიღებისაგან თავშეკავება ყოფილა, მაგრამ ამაზე უფრო მეტი რამე არის გამოხატული ბიბლიაში, მხოლოდ რაღაცისაგან თავშეკავება არ არის, ამ თავშეკავებას ადამიანში მოაქვს სურვილი იცხოვროს ვიღაცა სხვასთან ერთად. თავშეკავება ადამიანში აჩენს იმ სურვილს, რომ ყავდეს ვიღაცა, ვისთან ერთადაც ის ადიდებს ღმერთს. ამ თავშეკავების შედეგად ადამი უარს ამბობს ეგოისტურ მარტოობაზე, ებაძვება ღმერთს და შესაბამისად, აი ეს მარხვა, ეს თავშეკავება სწორედ უკავშირდება აი ამ სათნოებას, აი ამ შედეგს, რომ ადამი გამოდის ეგოისტური მარტოობისაგან და მიემართება იმ გზისაკენ, რომელიცაც დაუსახა ღმერთმა. სამოთხისეული ნეტარების გაზიარების აუცილებელი პირობა უყვარდეს სხვა და სხვა როცა არ ყავს ადამიანს, ადამი ხვდება, რომ აუცილებელია იმ სიყვარულის ობიექტი, თავისნაირი სიყვარულის ობიექტი და აი ამ მარხვას, ამ თავშეკავებას სწორედ ამის გააზრება მოაქვს. ამაში, რომ ეგოზე მაღლა უნდა დადგეს, ანუ თავისუფალი უნდა იყოს და სხვისთვის უნდა იყოს, ანუ ვიღაცა უნდა უყვარდეს. ბევრ დეტალზე შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ, მაგრამ ერთი, რომელიც აუცილებელია ამავე დროს და მე მინდა, რომ ამ თემაზეც ერთი წუთით გავჩერდეთ, აი ამას არ აქცევენ ხოლმე იცით ყურადღებას და მე ძალიან ისე გამოკვეთილად მინდა ვთქვა, უკავშირდება ასევე სირცხვილის გრძნობას. ატომი და მე ამას ყურადღება მივაქციო, ვინაიდან გაგახსენებთ თავის დროზე ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ როდესაც ადამიანი ცოდვით დაეცემა, ადამიანის ცოდვით დაცემის გამოხატულება ის სინდისის ყივილი, აი ეს პირველი მდგომარეობა, რასაც ადამი იხილავს, უკავშირდება სწორედ იმას, რომ მას შეცხვება თავისი შიშისმრისა. სწორედ აი ასკეტური ღვაწლი აი ამ სირცხვილის საწყისებკენ მიეკაჩება ადამიანს რაღაცა საპირისპირო შედეგის მისაცემად. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. სირცხვილი ეს არის, აი რომ ჩაუფიქრდეთ, ხო, ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება იმ ცხოველური სამყაროსადმი, რომელიც დაეუფლა მას. აი სოლოვიოვი ამას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, ნამდვილი სირცხვილი ადამიანში არის, როდესაც ის ხედავს, როგორ ემსგავსება ცხოველს და არ ემსგავსება ღმერთს. აი დღეს სირცხვილი სხვა რამეს ნიშნავს, ხო? დღეს სირცხვილი უფრო ნიშნავს ფიასკოს, რომ განიცდი და ვიღაცის წინაშე შერცხვები, მაგრამ დაცემა რო გაქვს სულიერ გზაზე, ეს ნაკლებად სასირცხვილო ხდება, რატო? იმიტომ რომ იმ პირველი სახის ფიასკოს შეიძლება ხედავს სხვა და აი ამ სხვის წინაშე გიჩნდება სირცხვილი და არ გიჩნდება სირცხვილი ღვთის წინაშე, რომლისაკენაც შენ მარადიული სიხარული გელოდება. ცხადი აქვს ცხოველურ სამყაროში ფლორასა და ფაუნას არ გულისხმობს, როდესაც სოლოვიოვი ცხოველური სამყაროსადმი
მიბაძვის, მიახლოების დეტალს უწოდებს ადამიანის სიცხეს. აქ იგულისხმება ადამიანში ვითარცა გონიერ ცხოველში არსებული ბუნება, რომელიც ვნებებით იწყებს ამოქმედებას, ადამიანს ვითარცა გონიერ არსებას. ეს სირცხვილება დაემორჩილოს ხორციელ სურვილებს, მაგრამ ამ დროს მასში ჩნდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ძლიერ მდაბიო მაჯობა მას. აი სწორედ ამ დაბიოობის და მისი როგორც ღვთის ხატების აღმატებულობის გააზრება, რომ აი ღვთის ხატება დასწა რაღაცამ დაბიოობამ, ადამიანში უნდა აჩენდეს სირცხვილს და აი ამ სირცხვილის განცდა არის გამოხატულება არა უარყოფითი, არამედ დადებითი გაგებით ასკეტურ ღვაწლში. სწორედ ეს საფრთხე არ შეილახოს ხატი ღვთისა და პირუტყვის დონემდე არ დავიდეს, ის მოაზრებულია როგორც ასკეტიკა. თვითონ მატერიალურობაში არაფერია ბოროტი, ქრისტიანობა ამას კატეგორიულად უარყოფს. თუ კი აღმოსავლური მისტერიებისათვის ბოროტება იდო მატერიაში, ქრისტიანობა ბოროტებას ზნეობრივ სულიერ სფეროში ეძებს. ცხოველური სამყაროსაგან ადამიანი განირჩევა სწორედ სირცხვილის გზნობით, იმისი გააზრებით, რომ მას როგორც მაღალ საფეხურზე მდგომს, ქვემოთ ქაჩავს და საბოლოოდ ჩამოყავს კიდე ცხოველურ ინსტინქტებამდე. ეს სირცხვილი ერთგვარი წინააღმდეგობაც არის ვნებებისადმი, რომელიც ხმამაღლა ყივის. ადამიანში ცხოველური ინსტინქტების სულს უნდა ემორჩილებოდეს. როდესაც ადამიანს რცხვენია რომ იყოს მხოლოდ ცხოველი, მაშინ ის იწყებს ბრძოლას იმისათვის, რომ იყოს რაღაცა უფრო მეტი ვიდრე არის ცხოველი. როდესაც უმაღლეს ემორჩილება უდაბლესი, მაშინ ადამიანი ინარჩუნებს მთლიანობას, ხოლო როდესაც პირიქით ხდება, ადამიანი ნაწილდება. ცოდვამდელ ადამიანში სულსა და ხორცს ერთი და იგივე სურთ, დაცემულში კი სხვადასხვა. აი ბასილი დიდი ცოდვის შედეგად ადამიანს 1000 ნაწილად დახლეჩილს უწოდებს, მაშინ როდესაც ადამი ცოდვით დაავადებამდე ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ახლა ჩვენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს უნდა შევეხოთ და აი ამით დავასრულოთ პირველი ნაწილი და მნიშვნელოვანს, ანუ მთავარ ნაწილს მეორე ნაწილზე განხრთობის დეტალზე გადავიდეთ. ეს გახლავთ მეგობრებო თემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული ხედვა ადამიანის აი ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მას ჰქონდა ცოდვით დაცემამდე და რომელიც მას აქვს ცოდვით დაცემის შემდეგ. სხვაგვარად რო ვთქვათ, ასკეზა რა შინაარს ატარებს აი ამ სამ ქრისტიანულ მიმდინარეობაში, ამის თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან უნდა აღმოვაჩინოთ პრინციპი, ასკეზის პრინციპი, რითაც ჩვენ უნდა ახლა გავიგოთ და გავსაზღვროთ რა არის განხრთობის ის გზა, რომელიც აი ამ ასკეზის, ამ ასკეტური გზის ბოლოში ხვდება ადამიანს. ახლა მართლმადიდებლური ხედვა როგორია? ადამიანი შეექმნა უცოდველად და წმინდად. და მადლი მას ცდუნებისაგან იცავდა. აი გავიხსენოთ ადამიანის სამოთხეში და შიშველია და არცხვენია მას. არცხვენია იმიტომ კი არა უსირცხველოა. არა, იმიტომ რომ ეს სიშიშვლე, რომელიც იმავდროულად ნიშნავს სისუსტეს, გადაფარულია საღვთო მადლით, საღვთო ნათლით, საღვთო ძლიერებით, ხომ? ანუ სანამ არ დაეცემა ადამი ის მადლისაგან დაცული იყო ვნებების თავდასხმისაგან. ანუ დაცული არის ავადმყოფური სურვილებისაგან, რომელიც მას უჩნდება და მას ეძალება ცოდვით დაცემის შედეგად. ამ დროს ადამიანი მართლმადიდებლობის მიხედვით არის ბუნებრივ მდგომარეობაში, ანუ სული და ხორცი ერთად და სულიწმინდის მადლი მასში. აი ამ ბუნებრივი მდგომარეობიდან ადამიანი უნდა გადავიდეს ზებუნებრივ მდგომარეობაში. ზებუნებრივი მდგომარეობა არის სწორედ ის განიღრმთოს, რის შესახებაც ჩვენ საუბარს დავიწყებ ცოტა ხანში. ადამიანს ევალება გადავიდეს ამ ზებუნებრივ მდგომარეობაში, ანუ განიღრმთოს, რასაც მან უნდა მიაღწიოს თავისუფალი ნების რეალიზებით. ღვთის მადლი ადამიანს იცავს ამ ლტოლვისას შეცდომა არ დაუშვას. ამდენად სულიწმინდის ქმედება ადამიანზე იყო არა ძალადობრივი, არამედ მხოლოდ ადამიანის ნების შესაბამისი. აი, როგორც ნებავს ადამიანს, აი ისე შეეწევა მას სულიწმინდა. ცოდვის ჩადენით ადამიანი უარს ამბობს ამ მფარველობაზე, ანუ ის უარყოფს საღვთო მფარველობას და იწყებს საკუთარი ძალებით თავის დაცვას ბოროტებისაგან. იმ ბოროტებისაგან, რომელიც მან მიიჩნია სიკეთეთ. გვახსოვს ხო, ადამიანი ბოროტებას არ იდენს იმისათვის, რომ უნდა ბოროტება, მას გონია ის სიკეთე. ცოდვით დაცემის შემდეგ ზიანდება ადამიანური ბუნება, რასაც მოყვება მისი ჯერ სულიერი, ხოლო შემდგომ ფიზიკური სიკვდილი. სულიერი სიკვდილი გასაგებია, თავის ძოზე ვისაუბრეთ, ეს სულიერი სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ სული ქრება. თო სული არ ქრება, ეს მარადიულია, სულიერი სიკვდილი ნიშნავს იმას, რომ სული ცილდება იმ მაცხოვნებელ მოქმედებას, რომელ მოქმედებასაც ის განიცდიდა სულიწმინდისაგან. ადამიანი ხდება მონავნებისა,
თუ კი ღვთის მორჩილებას ის მიყავდა თავისუფლებისაკენ, ვნებების მორჩილებას ის მიყავს მონობისაკენ, სიკვდილისაკენ. უკვე ადამიანს აღარ შეუძლია რომ არ სოდოს, რადგან ის უკვე მონაა და აღასრულებს თავისი ბატონის მორჩილებას. თუმცა მასში სიკეთის გააზრება და ტოლვა მისკენ მაინც შენარჩუნებულია. აი ადამიანის ამ მდგომარეობას ეწოდება ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობა. ნახეთ, სამი მდგომარეობა გვაქვს წარმოდგენილი. ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის ადამიანის სულში და ხორცში და სულიწმინდა მასში. ზე ბუნებრივი მდგომარეობა, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა, ანუ განიღმთოს, რომლის შესახებაც ვიწყებთ საუბარს ცოტა ხანში, და ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სულში და ხორცშია, მაგრამ სულიწმინდის მადლი არ მოქმედებს მათში, რის შედეგადაც სული და ხორცის ერთობაც დაშლადია და განყოფადია აუცილებლად. აი, სულიწმინდა როგორც ხედავთ, არ ძალადობს ადამიანზე. ადამიანმა აირჩია ეს გზა და ადამიანს მიარჩნია მართებულად ეს გზა. ადამიანმა იცის რომ მართებული სხვა გზაა, მაგრამ სხვა მართებულობას ეძებს და აღმოჩნდება ის რომ სულიწმინდა მას, აი ასე ვთქვათ, შეცდომისაგან იცავს, მაგრამ არ აიძულებს რომ ეს შეცდომა არ დაუშავს, ანუ არ ზემოქმედებს მასზე, უბრალოდ მოქმედებს მასთან ერთად. აი ეს სინერგიის სახელით არის წარმოდგენილი ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტერმინია იმისათვის, რომ განხრთობის შესახებ ვისაუბროთ. აი ეს თანამშრომლობა, სინერგია, სვინ, თანას, ენერგოს მოქმედება, ეს თანამოქმედება, ეს თანამშრომლობა, რომელიც ადამიანისაგან მოითხოვს თანამოღვაწეობას და მისი უცხადესი გამოვლინებაა, რომ ემორჩილებოდეს იმ სიკეთეს, ასიკეთესაც აძლევს მას ღმერთი, აი ამას ეწოდება სწორედ მარხვა. აი ამ მორჩილებით იყო გამორჩეული ადამი დაცემამდე, ამ მორჩილებაზე ამბობს უვარს, ამ მარხვაზე, ანუ ღმერთთან სინერგიულ მყოფობაზე უვარს და ბუნებრივი მდგომარეობიდან გადადის ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაში. ახლა, როგორია რომაულ-კათოლიკური ხედვა? კათოლიკური სწავლებით ადამიანში დაცემამდე ხორცი ეწინააღმდეგება სულს. თავიდან მინდოსოს მართლმადიდებლობაში ეს არის და ხორცი და სულის ერთიანობა ეს აბსოლუტური რეალობაა, რომელიც სულიწმინდის მადლით ამ ერთობას ინარჩუნებს. კათოლიკურში რაღაცნაირად ეს ხორცი და სული ერთმანეთს ეწინააღმდეგება და იმისათვის რომ ადამიანის მთლიანობა მაინც იყოს წარმოდგენილი და სულმა და ხორცმა, აი ეს დუალიზმი, ეს დაპირისპირებლობა გადალახოს, კათოლიციზმი ამბობს რომ მადლი მხოლოდ სულისა და ხორცის წინააღმდეგობის პარალიზებას ახდენს. ანუ ესენი წინააღმდეგებიან, თუმცა მადლი რა შვება, აი ამ წინააღმდეგობის საშუალებას არ აძლევს სულს და ხორცს. ეს მათთან არის ეგრეთ წოდებული პირველქმნილი მართლის მადლი. ამდენად მადლის მოქმედება რაღაცა ისეთი უცხო რამაა ადამიანში, რომელიც არც არაფერს ეკითხება მას და ისე მოქმედებს. გადაწყვიტა ღმერთმა რომ ეს პარალიზება უნდა მოახდინოს დაპირისპირებით და ამიტომ არის ადამიანში და პარალიზებას ახდენს ამ დაპირისპირებისას. შესაბამისად ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში წყმეთს მოქმედებას ეს შემაკავებელი ძალა და მასში იწყება ხორცისა და სულის ბრძოლის პროცესი. ანუ როდესაც ადამიანი დაეცემა დასავლური ხედვით სულიწმინდა მასო მოცილდება რას ნიშნავს, რომ აღარ მოახდენს შეკავებას ხორცისა და სულის დაპირისპირებისას და ადამიანში იწყება სულისა და ხორცის დაპირისპირების ეს პროცესი. ეს ადრეც ასე იყო, ანუ დაცემამდეც ასე იყო, უბრალოდ არ გამოვლინებულა იმდენად, რამდენადაც სულიწმინდა იყო ადამიანში და ადამიანის ბუნება, ასე ვთქვათ, აი ამ ურთიერთდაპირისპირების რაღაცა ჩაჩუმების მდგომარეობაში იდგა. კათოლიციზმში ადამიანის ბუნება კი არ დაზიანდა, არამედ გამოვლინდა. ანუ კათოლიციზმი ცოდვით დაცემაში ადამიანური ბუნების დაავადებას კი არ ხედავს, როგორც ეს თავის დროზე ვთქვით, არამედ ამ ფაქტს აღიქვამს როგორც დანაშაულს, რამაც ადამიანს მოუტანა ტანჯვა. სწორედ ამას ეფუძნება შემდგომ ჰუმანისტების შეტევა ასკეტიზმის წინააღმდეგ, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის ბუნება სწორედ იმ მდგომარეობაშია, როგორც ის ღმერთმა შექმნა და საჭირო არ არის ასკეტიზმი. მხოლოდ კეთილი საქმეებისაკენაა ყურადღება გასამახვილებელი. ამდენად კათოლიკური ხედვით, ცოდვის დაცემის კონტექსტში ადამიანი კი არ იცვლის ღმერთთან დამოკიდებულებას, არამედ ღმერთი იცვლის ცვლილებისადმი დამოკიდებულებას. ღმერთი ცვლის რაღაცას, არა ადამიანი, არამედ ღმერთი. იმ დროს, როდესაც მართლმადიდებლობა აბსოლუტურად სხვა პერსპექტივით უყურებს ამ ყველაფერს. ადამიანი თავის მდგომარეობაში რჩება და მას მხოლოდ ღვთის მადლით სცილდება. შესაბამისად, კათოლიციზმში მარხვა და სხვა მოღვაწეობა ადამიანს სჭირდება არა სინერგიისათვის, არამედ საიმისოდ, რომ მოახდინოს საღვთო მრისხანების დაკმარება. ეს აზრი მძლავრად ისმის სქოლასტიკის ეპოქაში, ანსელმ კენტერბერიერის შრომებში, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ნებისმიერი ცოდვა მოითხოვს ნაცვალგებას ან სასჯელს და საბოლოოდ კითხება ტრიდენატის კრებაზე,
ამდენადაც ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო საღვთო მრისხანების დაცხრობა, ამას აკეთებს იესო ქრისტე და ადამიანს უბრუნებს გამამართლებელ მადლს. თუმცა ამ მადლის მიცემა ხდება ადამიანის მხრიდან რაიმე დამსახურების შემდეგ. ამდენად ხსნა გააზრებული არა როგორც გამარჯვება ცოდვაზე, არამედ როგორც გამარჯვება საღვთო მრისხანებაზე. ამდენად აქ არ გვაქვს ღმერთისა და ადამიანის თანამშრომლობა, რომელიც ადამიანისაგან მოითხოვს სულიერ განწმენდას ღვაწლით და ამით საღვთო მადლთან სინერგიაში ყოფნას. ახლა პროტესტანტებმა უარყვეს ადამიანში განსაკუთრებული მადლის ყოფნა, რომელიც მასში არსებულ დაპირისპირების პარალიზებას ახდენდა და ამით ისინი მართლმადიდებლობას მიუახლოვდნენ, თუმცა როგორც კი ადამიანის დაცემაზე დაიწყეს საუბარი, ძლიერ შორს წავიდნენ და თქვეს, რომ ადამიანის დაცემამ არ გამოიწვია მისი ბუნების დაზიანება, არამედ მთლიანად ადამიანის ბუნება იმდენად დაზიანდა, რომ მისგან აი სრულიად აღიკვეთა ხატება ღვთისა. ადამიანი იმდენად გაითელა უნებებისაგან, რომ მასში სრულიად დაიკარგა გააზრება სიკეთისა და სურვილი მისგან ტოლვისა. სასიკეთო ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე გადმოდის სულიწმიდის მადლი, ადამიანს კი მხოლოდ პასიური მორჩილების ძალა აქვს დარჩენილი. ამდენად იმის მაგივრად, რომ ადამიანი ილტოდეს სიკეთისაგან, პროტესტანტიზმში ის მხოლოდ ემორჩილება მას. პროტესტანტიზმში ადამიანი არ არის ღმერთის თანამშრომლობის ღირსებით შემკული, ამიტომაც აქ იქნება დოქტრინა მხოლოდ რწმენით ცხონებისა, სადაც აღარ არის საჭირო ღვაწლი. მართალია პროტესტანტებმა უარყვეს კათოლიკეთა სრულსწავლება კეთილის საქმეებით ღვთისმრისხანების დაცხრომისა, მაგრამ ვერ მიაღწიეს მოღვაწეობის მართლმადიდებლური სწავლების სიმაღლემდე. და შესაბამისად მათთან აი ეს გზა, რომელმაც ადამიანი გახტობამდე უნდა მიიყვანოს, რომლის შესახებაც ახლა ვიწყებთ საუბარს, აბსოლუტურად სხვაგვარად და აი ამ ასკეტური ღვაწლის გარეშეა, ანუ ამ გზაზე სიარულის გარეშეა გაგებული. და ახლა გადავიდეთ ადამიანის გახტობის თემაზე. როგორც გითხარით, გახტობის თემა უმთავრესია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ერესი ან და ბრძოლა ერესის წინააღმდეგ, რომელიც ის ეკლესია ადამიანის ღმერთთან მისვლის ელემენტს უკავშირდება. სხვა საკითხი, რომელიც ადამიანის გახტობის იდეას არ ეხება, ეს არ გახლავთ საღვთისმეტყველო დავის საკითხი. ეს გახლავთ კერძო გონების, კერძო ადამიანის რაღაცა ინტერესი, რომელსაც უნდა რაღაცა დაამტკიცოს, რაღაცა წარმოადგინოს და ამას საღვთისმეტყველო შეფერილობა მისცეს. თვალს თუ გადავავლებთ საეკლესიო დოგმების ისტორიას, როგორ ვითარდებოდა ეს პროცესი, ყოველთვის პრობლემა უკავშირდებოდა იესო ქრისტეს, განკაცებულ ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას. საღვთისმეტყველო იყო ეს პრობლემა. იესო ქრისტეს გარშემო, ღმერთის გარშემო ტრიალებს სისტემა, მაგრამ ღმერთის გარშემო ტრიალებს არა მარტივად ავტონომიური ნიშნით, რომ აი ცალკე ღმერთზე ილაპარაკოს რომელიმე ერეტიკოსმა, ღვთისმეტყველმა ან წმინდა მამამ, არამედ აი ეს ყველაფერი უკავშირდება ღმერთთან ერთად ადამიანსაც. ღმერთთან ერთად გება ადამიანის მასთან ურთიერთობის საკითხი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის საკითხი, რომელიც ღმერთ კაცს ეხება. საღვთო მადლზე და ადამიანის გახტობაზე გვაქვს საუბარი და ამიტომ პირველივე წუთიდან ვიხსენებთ ადამიანის დაცემას, რომელმაც მოინდომა გახტობა მადლის გარეშე, ანუ საღვთო მოქმედების გარეშე, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. რა იგულისხმება ამაში? კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ. რა ხდებოდა სამოთხეში გავიხსენოთ? რამ განაპირობა ადამიანის დაცემა? ადამი არ დაცემულა, იმიტომ რომ გახდა ათეისტი. ადამი არ დაცემულა, იმიტომ რომ მას ღმერთი აღარ სწამდა. ადამის დაცემის ძირი და თავი გახლავთ ის, რომ ადამმა გადაწყვიტა სხვაგვარად განხრთობა, სხვაგვარად მისვლა ღმერთთან. ადამის მთელი პრობლემა თავის თავში გულისხმობდა უღმერთოდ განხრთობას. მასგან არ უნდა ღმერთი, მას უნდა ღმერთი, მაგრამ არა ისე, როგორც ღმერთი ეუბნება მას, არამედ ისე, როგორც უნდა თვითონ. დღესაც ასია, ჩვენ ხშირად ვართ ქრისტეს გარეშე ქრისტიანები, ჩვენ გვინდა ქრისტეს გარეშე ქრისტიანობა და რაღაცა ამდაგვარი უნდა ადამიანსაც ღმერთის გარეშე განხრთობა. ადამიანის განხრთობის საკითხი პრინციპულად ეხმიანება ბოროტებისა და სიკეთის მართლმადიდებლური გააზრება, სადაც ბოროტება გააზრებულია და წარმოდგენილია როგორც ნაკრულევანება სიკეთისა, ისევე როგორც სიბნელე წარმოდგენილია როგორც ნაკრულევანება სინათლისა. რას გულისხმობს ეს ნაკრულევანება? სინათლის ნაკრულევანება ან სიკეთის ნაკრულევანება თავის თავში გულისხმობს არა მარტო იმას, რომ ნათელს ან სიკეთეს რაღაცა მოაკლდა, არამედ გულისხმობს, რომ თვითონ ეს მოკლებული სიკეთე, თვითონ ეს მოკლებული ნათელი რაღაცა სხვა აღმოჩნდა. არის არა რაღაცა მოკლებული ნათელი ან მოკლებული სიკეთე, აი სიკეთე იყო ახლა ასეთი და მერე გახდა ისეთი. არა, სიკეთე არ შეცვლილა, ნათელი არ შეცვლილა. არა, რაც მოკლებულია, ის არის რაღაცა სიახლე.
სხვაგვარად რო ვთქვათ, გაჩნდა რაღაცა სივრცე, ეს მოკლებული სიკეთე, ეს მოკლებული სინათლე, სხვაგვარად გახლავთ ალტერნატიული სიკეთე, სხვანაირი სიკეთე, ალტერნატიული სინათლე, სხვანაირი სინათლე. შესაბამისად ადამიანის ყოფობას ღმერთში გაუჩნდა ადამიანის ყოფობის ალტერნატიული სივრცე, ანუ ადამიანის მენტალობაში გაჩნდა რაღაცა სხვა გზა, სხვა საშუალება და რისი ალტერნატიული საშუალება გაჩნდა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ადამიანმა აერჩია ალტერნატიული სიკეთე და მოგონილი სიკეთით, მოგონილი გზით უნდა მას ღმერთთან მისვლა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ სწორედ აქ არის პრობლემა, რომ ადამიანი მიდის არა იმ გზით, რომელ გზასაც თავაზობს მას ღმერთი, არამედ იმ გზით, რომელ გზასაც ირჩევს ის თვითონ და რა გზას ირჩევს ის თვითონ, რასაც თავაზობს მას დაცემული ძალა. ყურადღება მივაქციოთ, რა არის ეს გზა, რომელ გზასაც თავაზობს მას ღმერთი. აი ეს არის განხრობის, გააზრების პრინციპული მომენტი, რასაც ახლა გეტყვით. ეს არის ადამიანის სიარული ღმერთთან ერთად. ადამიანი უნდა იყოს ღმერთთან ერთად და სწორედ როდესაც ის არის ღმერთთან ერთად, აი ამ გზით ის მიაღწევს განღმრთობას, უღმერთოდ ვერ განიღმრთობა. უღმერთოდ ვერ ეზიარება ამ სიხარულს, ანუ ღმერთთან ერთად როცა ვარ, მაშინ განვიღრთობი და როდესაც სხვა გზას ვიჩემ განღრთობისას, ყველანაირი სხვა გზა მოგონილია, ილუზორულია, უღმერთოა, უღმერთო გზა მე ვერ განღრთობს. ამიტომ როდესაც საუბრობთ განღრთობაზე, უკავშირდებით იმ სიტყვას, უკავშირდებით იმ მოქმედებას, რომელსაც არაერთ გზის მივაქციეთ ყურადღება. ეს არის მადლი სულისა წმინდისა, საღვთო მადლი. ანუ სხვაგვარად ვთქვათ, ადამიანის განღრთობა გულისხმობს მასში მადლის, საღვთო ენერგიის, საღვთო მოქმედების არსებობას. თუ ეს მადლი, თუ ეს მაცხოვნებელი მოქმედება მასში არ მიმდინარეობს, მაშინ ის ვერ ცხონდება. ანუ განღრთობის შინაარსი ეს არის, რომ ადამიანში იყოს, ადამიანში ყოფობდეს ღმერთი, ადამიანში ყოფობდეს მადლი სულისა წმინდისა. და ეხლა ყურადღება მივაქციოთ, ანუ განღრთობის წინაპირობა რა არის, რომ მადლი, ანუ სული წმინდა მოქმედებდეს ადამიანში, ხო? შესაბამისად ყურადღება მივაქციოთ, ეს ასკეზა რა არის? ასკეზა არის ვნებებისაგან განთავისუფლება, ანუ ასკეზის დროს ხდება ადამიანის განცხადება, ხდება ადამიანის სურვილის გადაცემა, რომ მე მინდა ღმერთი მოქმედებდეს ჩემში. საღვთო ძლიერება, საღვთო ნება იწყებს მასში მოქმედებას და სწორედ ამ ძლიერების შემოსვლის შემდგომ ადამიანი იწყებს ბრძოლას ვნებების წინააღმდეგ და აღწევს იმ სიმაღლეებს, რომელ სიმაღლეებსაც აბადოროთემ, სისოიდიდმა და სხვა წმინდა მამებმა მიაღწიეს, რომლებიც ჩვენ დღევანდელი საუბრისას უკვე ვახსენეთ. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის აუცილებელი საშუალება იმისათვის, რომ ჩემში დაიწყოს მოქმედება ღმერთმა. ცოტა ხატოვნად რო ვთქვათ, მივცე ნება ღმერთს, ჩემში დაიწყოს მოქმედება. ჩემი ნება დავამთხვიო საღვთო ნებას, ანუ ჩემი მოქმედება დავამთხვიო საღვთო მოქმედებას. სინერგია, სინ თანა ენერგოს მოქმედება. თანა მოქმედი გავხდე, ანუ ღმერთთან თანამოქმედი ვიყო მე. ანუ ეს დეტალი ღმერთთან თანამოქმედი, ანუ სული წმინდის მადლის მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანში და სწორედ ამის შედეგად აღწევს ის განღრთობას, ხო? აი ახლა ერთ დეტალს მივაქციოთ კიდე ყურადღება და ყველაფერი ეს გავაერთიანოთ და დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. ზოგადად თქვათ, რომ არისტოტელეს ფილოსოფიამ ძალიან დიდი სამსახური გაუწია ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას. ტერმინოლოგია, რომელიც არისტოტელეს ფილოსოფიაშია მოცემული, პირდაპირ აიღეს მამებმა და წამოიღეს. გრიგოლ ნოსელი პირდაპირ მიუთითებს, რომ აი, როდესაც ისრაელს ოქრო და ვერცხლი გამოაქვს ეგვიპტიდან, ამბობს, რომ ეს ეგვიპტური ძვირფასეულობა, ოქრო, ვერცხლი და სხვა გულისხმობს იმ სიმდიდრეს, რომელიც შესაძლებელია იყოს წარმართულ ფილოსოფიაში. და როდესაც მოდიხარ მისგან და მოდიხარ ჭეშმარიტებისაკენ, თან წამოიღე ეს სიმდიდრე, რომელიც წარმართულ ფილოსოფიაში იყო მიმოფანტული, ასევე გრიგოლ ხანძთელი გაგვახსენდება ჩვენ, ხო, რომელიც ჯერ ყვალსა განაგდებდა, ხოლო კეთილსა შეიწყნარებდა. ეს არის ქრისტიანული დამოკიდებულება ზოგადად პროცესისადმი და არაფერია მიუღებელი იმაში, თუკი წარმართ ფილოსოფოსებთან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში საეკლესიო აზრი და საეკლესიო ისტორია ამ რეალობის წინაშე დგას და მას არ უარყოფს არანაირად. ხარ ამბობს არისტოტელე. არისტოტელეს ფილოსოფიაში რა არის წარმოდგენილი? ერთმანეთისაგან გარჩეულია ბუნება და ენერგია, ანუ ბუნება და მოქმედება და თავისთავად ცხადია პიროვნება, ბუნება, პიროვნება და მოქმედება, ხო? არ არსებობს ბუნება მოქმედების გარეშე და თუ ბუნებას აქვს მოქმედება, მაშინ მისი გამოვლინება როგორ ხდება? მოქმედების გამომავლინებელი არის პიროვნება. ეს სხვაგვარად ვთქვათ, ბუნება რა არის თავის დროზე ვისაუბრეთ. ბუნება ეს არის თვისებათა ერთობლიობა. ეს ბუნება აუცილებლად მოქმედებს და მოქმედების გამომავლინებელი არის პიროვნება. ეს სამი დეტალი, ხო? ბუნება, პიროვნება
და მადლი, ანუ მოქმედება. აი ეს სამი რამეა წარმოდგენილი არისტოტელეს. ამიტომაც ბუნება არ არსებობს პიროვნების გარეშე, შესაბამისად ბუნებას, რომელიც ხასიათდება თვისებათა ერთობლიობით, გააჩნია პიროვნება და მის მიერვე გამოვლენილი მოქმედება. ახლა პირველად ადამიანის განხრთობის მასთან მადლის, ანუ საღვთო მოქმედების იდეა გამოთქვა ირინეუს ლიონელმა, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი გახდა კაცი, რადგან შემდგომ ადამიანი გამხდარ იყო ის, რაც იყო თავად ღმერთი თვითონ, ხო? ტერმინოლოგიურად უკვე ჩამოყალიბებულ სწავლებას გვაძლევს ათანასე დიდი თავის ეპისტოლეში განკაცების შესახებ, სადაც აღნიშნულია ღმერთი განკაცდა იმისათვის, რომ ადამიანი გახრთობილიყო. მაკარი დიდი ამბობს, რომ გახრთობა იწყება ამ ქვეყნამდე, ძალიან საინტერესოა და ჩვენ თავის დროზე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი საეკლესიო საიდუმლო ამას გულისხმობს სწორედ და აი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საოცარ წყებას გვაძლევს ამასთან დაკავშირებით, რომ გახრთობა იწყება ამ ქვეყნამდე, შემდგომ არის საიმქვეყნო განხრთობა და საბოლოოდ სრული საყოველთაო განხრთობა, რომელიც საღვთო განგებულების რეალიზებას წარმოადგენს. ახლა ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაქსიმე აღსარებელი და გრიგოლ ნოსელი, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ ის, რომ გრიგოლ ნოსელთან გვაქვს ასეთი სიტყვები: ღმერთი, რომელიც ბუნებით მიუწვდომელია, საწვდომი ხდება ჩვენთვის თავისი მადლით, ანუ თავისი ენერგიით, ანუ თავისი მოქმედებით. აი ბასილი დიდი წამედიას ავითარებს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ვეზიარებით მას, რომელიც მიუწვდომელია, ანუ ღმერთი მიუწვდომელია, მაგრამ წვდებით მაინც მას. ღმერთი მიუახლებელია, მაგრამ მივიახლებით მაინც მას. და აი რა არის ის, რაც მიუახლებელთან მიგვაახლებს ჩვენ? ანუ რა არის ის, რაც მიუწვდომელს და გადაულახავთან მიგვიყვანს და უფრო მეტიც, სიტყვა განხრთობა თეოზის, ხო? ამას გულისხმობს, რომ რაღაცა უნდა გავხდე ისეთი, რომელიც მიუღწეველია, როგორ უნდა მივიახლო მას, რომელიც მიუახლებელია. და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით თავის სწავლებას აყალიბებს, მთელი სისრულით გადმოსცემს ასწავლებას მართლმადიდებლობის სვეტი წმინდა გრიგოლ პალამა. პალამას წინააღმდეგ წარმოებულ პოლემიკაში ძირითადი პრობლემა რა იყო? შეგახსენებთ, ეს ის გრიგოლ პალამა, რომელმაც შეკრიბა და მთელი სისრულით ჩამოაყალიბა სწავლება საღვთო ენერგიების, ანუ საღვთო მოქმედების, საღვთო მადლის შესახებ. ანტიპალამისტები, რომლებიც გრიგოლ პალამას ეწინააღმდეგებდნენ და ჰუმანიზმის სათავეებთან იდგნენ, თვლიდნენ, რომ ღმერთი არის მიუწვდომელი, რაც თავისთავად ცხადი სიმართლეა, მაგრამ მათთვის ღმერთი იყო აბსოლუტურად მიუწვდომელი. აბსოლუტურად მიუახლებელი გრიგოლ პალამასთან ღმერთი მიუწვდომელიცაა და ამავდროულად საწვდომიც. როდესაც ეკითხებიან წმინდა გრიგოლს რაშია ღმერთის საწვდომი, ის პასუხობს: ღმერთის საწვდომია თავის ენერგიებში, ანუ მადლში, ანუ მოქმედებაში. ანტიპალამისტების ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ მათთვის ენერგია, ეს მადლი გახდათ ქმნილი. პალამას ძირითადი შრომა მიმართულია იქითკენ, რომ მადლი არ არის ქმნილი, როგორც ბუნება არ არის ქმნილი, მაგრამ მადლი განსხვავდება, სხვა არის მადლი და სხვა არის ბუნება. გავიხსენოთ, როგორია ადამი მადლის გარეშე, ანუ სანამ ქრისტე ხელს მოკიდებს და ამოიყვან ჯოჯოხეთიდან, ის უძლურია წამოსადგომად საჭიროა მადლი, ანუ საღვთო მოქმედება. სანამ ეს მოქმედება არ შეეხება, ის ვერ ამოქმედება, ის ვერ წამოდგება. ადამიანს მადლი სჭირდება არა მარტო არსებობის შესანარჩუნებლად, არამედ ასე ვთქვათ, გამართლებული არსებობის, ანუ ღმერთში არსებობის შესანარჩუნებლად. მადლი უნდა შემოვიდეს ჩემში, მოქმედებდეს ჩემში და ეს მადლი არის მაინც და მაინც უქმნელი. არ შეიძლება მადლი იყოს ქმნილი. თუ მადლი ქმნილია, მაშინ ღმერთს რაღაცა შეუძენია და თუ ღმერთს რაღაცა შეუძენია, მაშინ ღმერთი აღარ გამოდის. თაბორისეულ ნათელს უხმობდა გრიგოლ პალამა და აღნიშნავდა, რომ ის სინათლე, რომელიც გამობრწყინდა, იყო იესო ქრისტეს არსისეული სინათლე, ანუ სხვაგარად რო ვთქვათ, ეს ნათელი იყო შეუქმნელი ენერგია. აი ეს თაბორისეული ნათელი გრიგოლ პალამასთან არის არსისეული მოქმედება, არსისეული კუთვნილება. მართლმადიდებლური მოძღვრება განხრთობის შესახებ პრინციპულად ემიჯნება ყოველგვარ ნატურალიზმს, ყოველგვარ პანთეიზმს, აღმოსავლური რელიგიების ყოველნაირ მცდელობას ადამიანის ნეტარება წარმოადგენონ მისი პიროვნული მყოფობის გარეშე, სადღაც გალღობაში, ნირვანაში, რომ მისი პიროვნება რაღაცასთან შეერთებულია და გალღობილია. განხრთობა მართლმადიდებლური მოძღვრებით არ ხდება პიროვნების გაქრობის ხარჯზე. მართლმადიდებლობაში განხრთობა მაინც და მაინც პიროვნულია. ძალიან კარგად გამოხატავს ამას ვლადიმერ ლოსკი, როდესაც იგი საუბრობს თუ რას ნიშნავს განხრთობილი ადამიანი. გავიხსენოთ, რას თხოვს ძე ღმერთი მამა ღმერთს საღვთელმთავრო ლოცვაში. მამაო წმინდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელი მომეცმე რაითა იყვნენ ერთობით ვითარცა ჩვენ. მაცხოვრის ეს ლოცვა რას გულისხმობს, რომ ადამიანი თანამონაწილე ხდება ყოვლადწმინდა სამების ცხოვრებისა, როგორც ერთნი არიან სამების პირები, ასევე ეს ერთობაა შესული ადამიანში, მაგრამ არა პიროვნების გაუქმებით, არამედ მისი აუცილებელი შენარჩუნებით. აი ეს არის განხრთობის საიდუმლო. მე მეოთხე,
მივდივარ იმ სამთან, იმ შეუქმნელთან, იმ სამთან ვიწყებ ცხოვრებას, ის სამი შემოდის შემში, როგორ შემოდის, ბუნებით მიუწნობელია, ამიტომ ვერ შემოვა. პიროვნებაში ვერ შემოვა, რადგან ეს შეუძლებელია. და დარჩა რა გავიხსენოთ არისტოტელე, ბუნება, პიროვნება და მესამე რა დარჩა, მოქმედება, ღმერთი ჩემში შემოდის მოქმედებით. ღმერთი ჩემში შემოდის მადლით, სულიწმიდით. ღმერთი ჩემში იწყებს მოქმედებას სულიწმიდის მადლით. შესაბამისად, განხრთობა არის ჩემში ღმერთის ჩასახლება, არა პიროვნულად და ბუნებითად, არამედ მადლის მიერად. შესაბამისად, როდესაც მადლი ხდება ქმნილება, მაშინ ადამიანის განხრთობის საკითხის პრობლემა დგება, როგორ შეიძლება ქმნილება განახტოს. ეს გამორიცხული, ამიტომ სწორედ შეუქმნელმა, ღმერთმა, მისმა მოქმედებამ უნდა მიმიყვანოს მარადიულ სიხარულში. განხრთობილი პიროვნება გულისხმობს იმას, რომ მას ბუნება განახტო, მაგრამ პიროვნება დარჩა ქმნილი. განხრთობილი ადამიანი ნიშნავს შექმნილ ღმერთს, ანუ ქმნილებას, რომელიც ზიარია ღმერთთან ენერგიებით, ანუ თავისი მოქმედებით. ჩვენ წმინდა მამათა ლიტერატურაში ხვდებით ადამიანის შესახებ თხრობას, სადაც ასეთი რამეა აღნიშნული: უწოდებ მას უფალს, უწოდებ მას ღმერთს, უწოდებ მას მეფეს, არა იმიტომ რომ ის თავის ბუნებით არის უფალი, ღმერთი ან მეფე, არამედ იმიტომ რომ ღმერთმა მისცა მას ამის საშუალება, იმიტომ უწოდებ მას მადლის მიერ ღმერთს, იმიტომ უწოდებ მას მადლის მიერ უფალს. საღვთო მოქმედების მისაღებად, ანუ ადამიანში მადლის დასამკვიდრებლად აუცილებელია მოღვაწეობა, ანუ ასკეზა. ამის შედეგად ადამიანში იჩნდება სივრცე, განწყობა, სურვილი ღმერთთან ერთად ცხოვრობდეს და როდესაც თანამოქმედება, სინერგია ხდება, ანუ ღმერთთან ერთად სიარული, ღმერთთან ერთად მოქმედება ხდება მოხვეჭა სულიწმიდის ნიჭებისა. ღმერთი თავის მოქმედებას ადამიანში ამ უკანასკნელის ნებელობის უგულებელყოფით კი არ აწარმოებს, ადამიანმა უნდა გაუხსნას გზა თავის თავში საღვთო მოქმედებას. ეს კი გარკვეულ ღვაწლს უკავშირდება და დაცემული ადამიანისათვის დიდ სულიერ მოღვაწეობას, ანუ ასკეზას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამით უნდა დავასრულოთ და აი აქ შევაჯამოთ, რომ ასკეზა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მე ვიარო ღმერთთან ერთად, მე ვიმოქმედო ღმერთთან ერთად, სხვაგვარად ვთქვათ, ღმერთმა დაიწყო შემში ცხოვრება, ღმერთმა დაიწყო შემში მოქმედება და სწორედ ეს ცხოვრება და მოქმედება განაპირობებს ჩემ შემდგომ გაძლიერებას უნებების წინააღმდეგ და საბოლოო განთავისუფლებას მათგან და საბოლოო სიხარულის მიღწევას. ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ცოტა გამიგრძელდა მართალია, მაგრამ რაღაც ამომწურავად მინდოდა მე თქვა, რაც თავის თავში გულისხმობს ყველა ადამიანის საბოლოო სანუკვარ მიზანს, იყოს ბედნიერი. გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.